აზერბაიჯანში, სომხეთში და საქართველოში წითელ რუსეთს უჭირს კონტროლის დამყარება. საქართველოს თავისი წითელი არმია უნდა ყავდეს, თავისი ფული უნდა ქონდეს. და მეორე კაცმა სტალინმა მიწერა, შენ ცოტა ნორმალური თუ ხარო. ვინ არის კალინინი, როცა სტალინი არის იქ. სერგო ლაპარაკობს რაღაცას და უცებ ხდება ჩანაწერი. აწყვეტინებს ამხანაგი მდივანი, აწყვეტინებს ამხანაგი მდივანი. სომხებს არც ტრანზიტი აქვთ, არც ნაყოფიერი მიწა აქვთ, არც ბუნებრივი რესურსი აქვთ. აქ უკვე არგუმენტები ამოწურულია ერთმანეთში და უბრალოდ ზიზღი ალაპარაკებს. სერგო აიღე იქ დაფთიან და ბაქოში ბერია აიღე იქ დაფთიან და ეს ხალხი ხო ციდან არ ჩამოსულა, ესენი აქ რუსეთის იმპერიის შულები არიან რეალურად. აზერბაიჯანული ნაციონალიზმის ცენტრი არის განჯა და არა ბაქო. სტალინი უფრო ბილდსით ყავს ამ თვალსაზრისით. ფილიპე არის ჟორდანიასთან ერთად მესამე დასის დამფუძნებელი და ძმაკაც კლასელი. ბოლშევიკებმა მენშევიკების პროექტებზე უარი არაფერზე არ თქვეს. და სერგო უგზავნის სოსოს ქართულ ენაზე ანონიმურად გავრცელებულ პროკლამაციას რაში გვჭირდება ჩვენ ქართველებს აზერბაიჯანელებთან და სომხებთან გაერთიანება. ქართველთა საქმე ფაქტობრივად ამ კოლონისტების აჯანყება არის სერგოს და სტალინის წინააღმდეგ. გასაგებია რომ სერგო უფრო ნაკლებს კითხულობდა ვიდრე ფილიპე მახარაძე და კენჭისყრა დგება და 5-4-ის წინააღმდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ბუდუ მდივანი არის პროფესიით მსახიობი. მერე ეხლა ეს პრობლემად ბრუნდება, ხო ეს გარეჯის საკითხი და ყველაფერი.